გამარჯობათ გოგოებო, მე ვარ თაკოს აზინა, ეს არის ჩემი მეგობარი ნინო. გამარჯობათ. დღეს მე და ნინო გასწავლით თუ როგორ უნდა გაიღიავოთ თმა სახლის პირობებში ძალიან მარტივად. ჩვენ გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება მარტივად სახლის პირობებში გავიღიავოთ თმა, ამისათვის კი გამოვიყენებთ ალექსავენის გამაღიავებელს. ახლა კი თქვენთან ერთად გავხსნი კოლოფს და ნახოთ თუ რა დევში. მაშინ მოთავსებულია გამაღიავებელი ფხვნილი, გამაღიავებელი სითხე, შპატელი, რომ მასის არევა მოხდეს კარგად, კომფორტული ქუდი, რა თქმა უნდა ხელთათმანი და თმის კვებავის ზეთი 5-წუთიანი ნუშის ზეთზე დამზადებული, რომელიც სწრაფად აღადგენს თმას. ახლა კი დავიწყოთ პროცედურა, ამაში კი ჩემი მეგობარი თაკო დამეხმარება. გაღიავებას ვიწყებთ თმის ძირებიდან, რადგან ნინოს აქვს შედარებით მუქი თმის ძირები. და შემდეგ თანაბრად გადავანაწილოთ მთელს თმაზე. აი ესე გამოიყურება ჩვენი ახალი ნინო. აბა როგორ მოგწონს ნინო შენი ახალი? არაჩვეულებრივი შედეგია, ნამდვილად მომწონს და კმაყოფილი ვარ. თაკო, მოდი კიდევ ერთი რჩევა მივსვათ ჩვენს მეგობრებს. როგორც იცით, თმის შეღებვისას და განსაკუთრებით გაღიავების შემთხვევაში თმა საკმაოდ ზიანდება და აღდგენაში, თმის სტრუქტურის აღდგენაში დაგეხმარებათ მტვარისფრის მინერალებსა დამზადებული ბიორუმის თმის დიღაბი, რომელსაც რა თქმა უნდა მეც ვიყენებ, გამოვიყენე ამ შემთხვევაში და თმა საკმაოდ დამირბილა და ბზინვარებაც მიანიჭა. თუ თქვენც მოგეწონათ ნინოს თმა, აუცილებლად დაგვილაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი subscribe ლაიქის მეშვეობით და დაგვიწერეთ კომენტარები, რომლებსაც აუცილებლად უპასუხებთ. ყველანაირი ინფორმაცია გამოყენებული პროდუქტის შესახებ მითითებულია ვიდეოს აღწერაში. ჩვენ კი დროებით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.